იცით, რომ ყოველდღიურად ორგანიზმს რადიოაქტიურ პოლონიუმს, კუპრსა და დარიშხანს აწვდით? ეს იმ შემთხვევაში, თუ მწეველი ხართ. მოწევა ცეცხლმოკიდებული თამბაქოსა და ქაღალდის კვამლის ჩასუნთქვაა. თამბაქოს კვამლი კი 400-მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან 53 კანცეროგენია, ანუ კიბოს წარმოქმნის ხელშემწყობი ნაერთი. მაინც რა ემართება ფილტვებს, როცა ვეწევით? რა საფუძველი აქვს სიკვდილისა და კიბოს რისკზე გაფრთხილებებს, რომლებიც სიგარეტის კოლოფებზეა დატანილი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯერ სიგარეტის შედგენილობასა და მოქმედების პრინციპს გაგაცნობთ, შემდეგ კი ფილტვების მოდელზე გაჩვენებთ, რა გავლენა აქვს მოწევას ჩვენ სასუნთქ სისტემაზე. ადამიანთა უმრავლესობას მოწევისთვის თავის დანებება უჭირს, რადგან სიგარეტი დამოკიდებულებას საკმაოდ მცირე დროში იწვევს. რატომ ხდება ასე? ამაზე პასუხი ნიკოტინშია. ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, ანუ ტვინის სტიმულატორია და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. სიგარეტში ნიკოტინი იმ დოზითაა, რომ ეიფორიის შეგრძნებას იწვევს. მისი ზემოქმედებით ნერვული უჯრედები ჰორმონ დოფამინის გამოყოფას აძლიერებს. ასე ტვინის აქტივობა მხოლოდ ცოტა ხნით იზრდება და სიამოვნება მალევე ქრება. ადამიანი შემდეგ ხელახლა ეწევა, რათა იგივე რამ ხელახლა იგრძნოს. ბუნებრივი ნიკოტინი თამბაქოს ფოთლებში გვხვდება, რათა მცენარე მწერებისგან დაიცვას. გამოდის ის, რაც მწერებისთვის დამღუპველია, ადამიანმა თავისი მოხმარების საგნად აქცია. ამ ნივთიერების მცირე დოზას ნერვული სისტემის აღგზნება შეუძლია. დიდი რაოდენობით კი შესაძლოა მან დამბლა ან სუნთქვისა და გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ხოლო სიგარეტში არსებულ კუპრს, ნიკოტინს, ნახშირბადის მონოქსიდს, დარიშხანს, კადმიუმის ნაერთებსა და რადიოაქტიურ პოლონიუმს ორგანიზმზე დამანგრეველი გავლენა აქვს. განსაკუთრებით ფილტვები და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოები ზიანდება. ირღვევა ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარიანობაც. იმის გასაგებად, თუ რა გავლენა აქვს მოწევას სასუნთქ სისტემაზე, მარტივ დემონსტრაციას შემოგთავაზებთ. დაინახავთ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი წვის პროდუქტები ფილტვების ქსოვილში მოხვდეს. ავიღოთ მინის ჭურჭელი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ფილტვის როლს ასრულებს და მოვათავსოთ მასში ბამბა. მინის ჭურჭელს ორი ხვრელი აქვს. ერთი, სადაც სიგარეტი უნდა დავამაგროთ, ხოლო მეორე ხვრელთან მილია დაკავშირებული, რომელიც თავის მხრივ ხელსაწყოს უკავშირდება. ეს ხელსაწყო ამ ჭურჭლიდან ჰაერს გამოტუმბავს. და სიგარეტის კვამლი, რომელიც წარმოიშვა მისი წვის შედეგად, მთელ ბამბას განჭოლავს, გაივლის, შეფერავს მას და დაგვანახებს თვალნათლივ, თუ რა გავლენას ახდენს სიგარეტის კვამლი ჩვენს ფილტვებზე. ეხლა სიგარეტს მოვუკიდოთ ცეცხლი და ჩავთოთ ხელსაწყო. რაც მეტ სიგარეტს მოვაწევინებთ ჩვენ ფილტვის მოდელს, მით უფრო მუქი ფერის გახდება ბამბა. 40 სიგარეტის მოწევის შედეგი კი აი ასეთია. მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება, რა კონსისტენციისა და შეფერილობისაა ნივთიერება ბამბის შუა ნაწილში. ახლა კი რეზინის მილების, ანუ ერთგვარი ბრონქების შიგთავს დავაკვირდეთ. აქედან ჩანს, თუ რამდენად ბევრი ნამწვი ხდება მოწევისას სასუნთქ სისტემაში. ასე ზიანდება დროთა განმავლობაში ჩვენი ფილტვები. დროთა განმავლობაში ფილტვებში კუპრი გროვდება, რომელიც ჰაერგამტარი გზების კედლებზე ეფინება და ლორწოვანი გარსის უჯრედებს კლავს. მწვერვალთა ფილტვები ბუნებრივ ვარდისფერს კარგავს და მოშავო ნაცრისფერი ხდება. ფილტვისა თუ ხორხის კიბო, გულსის ზაღვთა დაავადებები, ბრონქიალური ასთმა, ინფარქტი, უნაყოფობა,
ეს მოკლე ჩამონათვალე იმ პრობლემებისა, რომელთა რისკსაც სიგარეტის წვის პროდუქტები ზრდის. ცუდი რეპუტაცია ნიკოტინს უფრო აქვს, თუმცა ჩამოთვლილი დაავადებების უმეტესობას სწორედ სიგარეტის წვის პროდუქტები იწვევს. უნდა განვიხილოთ ელექტროსიგარეტიც, ეგრეთ წოდებული ვეიპი, რომლითაც თამბაქოს ჩანაცვლებას ცდილობენ. ის ნიკოტინსაც ისევე შეიცავს, როგორც ქიმიურ დანამატებს. შესაბამისად, მოწევაზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად ნაკლებად გამოდგება. ვეიპის ორთქლში 31 საშიში ნივთიერებაა, რომლებიც ასევე იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, ბრონქიტს, ალერგიულ რეაქციებს, ღვიძლისა თუ თირკმელების მუშაობის დარღვევას და მრავალ სხვას. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ თამბაქოს მოწევით გამოწვეული გართულებების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად წელიწადში 8 მილიონი ადამიანი იხოცება. მე-20 საუკუნეში თამბაქომ დაახლოებით 100 მილიონი სიცოცხლე შეიწირა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა. გამოდის, სიგარეტის საწინააღმდეგო ნებისმიერი მოწოდება თუ კამპანია ნამდვილად საფუძვლიანია. იმედი მაქვს, დღევანდელი ვიდეოდან ჯანმრთელობაზე მისი გავლენა უკეთესად დაგანახეთ.